კულტურის მინისტრის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილის მიერ სამინისტროს მისამართით გაკეთებულ განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა. ალექსანდრე მარგიშვილის განმარტებით ლიტერატურის დაფინანსების მიზნით გასული წლის ოქტომბრიდან ტენდერი საერთოდ არ გამოცხადებულა. მარგიშვილმა კინოცენტრის შესახებ პრემიერის პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს სპეციალური კომისია სწავლობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე ლიტერატურის დაფინანსებისათვის არ გამოუცხადებია და შესაბამისად არ ჩაუტარებია არც ერთი კონკურსი ან ტენდერი, რაც თავისთავად პასუხობს ამ თემაზე გუშინ დასმულ კითხვებს. მოგახსენებთ მეორე საკითხზე, რომელიც ეხებოდა ბატონი ლევან ანჯაფარიძის მიერ გაპროტესტებას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსების. მოგეხსენებათ ბატონმა ლევანმა 2 დღის წინ შეწყვიტა შიმშილობა, რისთვისაც მინდა მადლობა მოუხადო მას. ხოლო მის მიერ ეროვნული კინოცენტრის მიმართ წარმოდგენილ საჩივრებს სწავლობს მინისტრის ბრძანებით სპეციალურად შექმნილი კომისია.